ქართული პიესის პრემიერა ლონდონში როიალ ქორთის სცენაზე პირველად ისტორიაში ქართველი დრამატურგის პიესის მიხედვით დადგმული წარმოდგენა ითამაშეს. ლაშა ბუღაძის პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ინგლისელმა რეჟისორმა საკუთარ დასთან ერთად დადგა. ბუღაძის აბსურდის კომედია მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ცნობილი ბრიტანელი მსახიობები ქართველი დრამატურგის პიესას ლონდონის ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ თეატრში თამაშობენ. როიალ ქორთის სცენაზე ლაშა ბუღაძის პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა პირველად შესრულდა. ქართველი ავტორის წარმოდგენამ უცხოელი მაყურებლების მოწონება დაიმსახურა. ფანტასტიკური ავტორია ძალიან გამეხარდა, რომ სპექტაკლის ნახვის საშუალება მომეცა პიესის ავტორმა საინტერესო გზა აირჩია იმისთვის, რომ მაყურებლამდე იუმორით მიეტანა რეალობა, რომელიც მის ქვეყანაში არსებობს. პოლიტიკური სატირა 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, ის რაც მსოფლიომ ტელეეკრანებით ნახა. დღეს უკვე სულ სხვა კუთხით, უკვე თეატრალურ წარმოდგენაში ვნახეთ. ლაშა ბუღაძემ პიესა სპეციალურად ოუფენ ქორთისთვის დაწერა. 6 კვირიანი საზაფხულო ფესტივალისთვის ქართველი ავტორის პიესაზე წარმოდგენა ბრიტანელმა რეჟისორმა ვიკი ფეზერსტოუნმა დადგა. აბსურდის კომედია ადამიანურ სისუსტეებსა და ძალაუფლებაზე გვიყვება. პრინციპი ამ თეატრის ასეთია. პიესებიდან, ლიტერატურის პრიზმიდან უნდა გაიცნონ, ასე ვთქვათ, სამყარო. კონკრეტულ შემთხვევებშიც კი, აი საქართველო გაიცნონ, ვთქვათ, აი ჩემი პიესიდან, ვთქვათ, ეს არ არის ისტორიული, ვთქვათ, ან რაღაც დოკუმენტალური პიესა, ეს არის მაინც უფრო რაღაცაერად სატირასა და რეალიზმსა და, ვთქვათ, კომედიასა და ტრაგედიას შორის არის ეს რაღაც აქ. პრეზიდენტი სტუმრად მოვიდა ერთადერთი ქართული ნამუშევარია, რომელიც როიალ ქორთ თეატრმა ფესტივალისთვის შეარჩია. პრემიერას ბრიტანეთის საბჭოს, ბრიტანული თეატრისა და საქართველოს კულტურის სამინისტროს წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. არაჩვეულებრივი მაყურებელი ყავს ამ ქალაქს და ისეთი რეაქციები იყო, მე პირადად გამიკვირდა, იმიტომ რომ თემა, ვთქვათ, არ არის ამათვის ისეთი ახსნობელი და ნაცნობი, მაგრამ არაჩვეულებრივად მიიღო მაყურებელმა. ძალიან წარმატებული სპექტაკლია. თვითონ ეს პროგრამა არის მეტად მნიშვნელოვანი. ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით დადგმული წარმოდგენა ბრიტანული თეატრის სცენაზე 15 ივნისამდე გათამაშდება. ბრიტანეთის საბჭოს თეატრალური პროექტი ქართველი ავტორის ნამუშევრის ჩვენებით დასრულდება.